მე იმას გაწავლიო ფორმიანი კაცი ჩვენთან ესე არ მოდიმე. გავაწყნარეთ კაცო, ეს მაინც ის ადამიანი. დავწყნარეთ. ხაი ხათ ყველაფერი და ჩვენ რა ვართ? არაფერი? უცბო საგნები ვართ რა ვართ? გაკეთებულია და გავჩერდეს. გადაკეთილია. ხელისუფლების მოვალეობა ის არის, რომ მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. გამომდინარე აქედან ინვესტიციის რაიონში წარმოება და დასაქმების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. მოსახლეობა არის აბსოლუტურად დაუსაქმებელი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის დაუსაქმებელი და აქედან გამომდინარე ხეთხესთან დაკავშირებით აი ხეთყის გადამუშავებით ირჩენს უამრავი ოჯახი თავს და არჩენს ოჯახს რა. აქედან გამომდინარე აღნიშნული საკითხი ასევე უკავშირდება ჰესების ნაწარმოების საკითხს, რადგანაც ის მცირე ნებართვები და ის ნებართვები, რომელიც გაიცემოდა ნაწილობრივ მეწარმეებზე, აღნიშნული ნებართვებიც შეწყდა და მოსახლეობას არ აძლევენ ხეთქეზე მუშაობის საშუალებას. ასეთი უგუნურ პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება, როცა თვითონაც არ აქვს საკითხი აღნიშნული ჰესების რა ზიანი მოყვება და რა სარგებელი მოყვება, საკითხი აბსოლუტურად არ არის ბოლომდე შესწავლილი. ამ საკითხთან დაკავშირებით აი ერთადერთი საშუალება აქვს ხალხს პატარა ხეთქეზე მუშაობა. მე ახლა ის ჩავგიკეტეს უკვე რამდენი ხანია, ერთი თვე გავიდა, მეტი კიდევ თვე ნახევარი გავიდა, 5 ჯერ ქონდა ასეთი ჟურნალისტებიც არ გამოვიძახეთ ისე. დაგვპირდნენ, კი ყველაფერი ნორმალურად სამინისტროში მივავთო ყველაფერი, მაგრამ არაფერი შედეგი არ არის. მაშინ უთხარით ბოლო ის რო იყო, მაშინ აწი უსიო. იცოდეთ 3, 4 და 5 და ერთი კვირა ჩავკეტავთ გზას ვაფშე თქვენ მოთხოვნას არ შეავსრულებთ მეთქი. იმიტომ რომ ხალხს სამუშაო არ აქვს, არაფერი საშუალება არ აქვს. ზამთარი მოდის უკვე. ხო ზამთრისთვის მაინც ხო რაღაცა ის ხო უნდა იყიდოს ადამიანმა პროდუქტი ან რამე არაფერი და ამ მთავრობის ტყუილები და ეს ამოგვივიდა უკვე აი ასე ამოგვივიდა უკვე ყელში და სამოქალაქო ომის ზღვარზე დღეს საქართველოს სამოქალაქო ომის ზღვარზე იმ დონემდე ყველაფერი მისული.